გადამწყვეტი მომენტი აშშ-თვის ახლო აღმოსავლეთში. ძალა თუ დათმობა. ეს არის ჩვენი ახლო აღმოსავლეთი. ხალიდ აბუ თომეი, ეს არის ჩვენი ახლო აღმოსავლეთი და ვფიქრობ, რომ შეერთებულ შტატებს კარგი იქნება თუ ამ პროგრამას უყურებენ, რადგან აქ ნამდვილად დგას კას. ვინ არის მთავარი ძალა ახლო აღმოსავლეთში? ეს იყო შეერთებული შტატები. ეს არის ისრაელი. ცხადია, არაბული სამყარო და ირანის რეჟიმი დღეს ბევრად უფრო დიდ პატივს სცემენ ისრაელს, ეშინიათ ისრაელის. მაგრამ შეერთებული შტატების შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა. მოულოდნელად გვაქვს მექას შეთანხმება პაკისტანს, თურქეთსა და საუდის არაბეთს შორის. ერთი მხრივ. გვაქვს ერთგვარი მშვიდობის საბჭოს გაზას გეგმა, რომელიც ძალიან ხელსაყრელია ჰამასისთვის, მიმდინარე პოლიტიკური და ჩუმი ჯიჰადის ნაწილია. და ირანის ხალხი, როგორც დღეს ირანში მყოფმა ხალხმა შემატყობინა, დაკარგეს რწმენა იმ ძალაში, რომელსაც პრეზიდენტი ტრამპი ავლენდა ბოლო რამდენიმე თვემდე. და ეს ყველაფერი რას გვასწავლის? ეს გვიჩვენებს, რომ აშშ-ში თუ კარგავს სანდოობას არაბებსა და მუსლიმებს შორის, ასევე ახლო აღმოსავლეთის ბევრ ადამიანთან. და რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ ხალხი ხედავს, რომ შეერთებული შტატები ვერ იმარჯვებს. ჩვენს პროგრამაში მუდმივად ვახსენებთ სრული გამარჯვების აუცილებლობას. და თუ არ იმარჯვებ, მაშინ აგებ. შუა გზა არ არსებობს. არა, ეს უნდა იყოს აბსოლუტური. და არაბები და მუსლიმები ისინი უყურებენ ამერიკას, ხედავენ ტრამპის მკაცრ განცხადებებს, მაგრამ ისინი არ ხედავენ რეალურ ქმედებას. ისინი ისმენენ საუბარს ირანის რეჟიმის მოცილებაზე, მაგრამ ირანის რეჟიმი ისევ იქ არის. ისინი ხედავენ წინააღმდეგობრივ განცხადებებს ტრამპის და აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან და ხალხი არ არის დარწმუნებული. ამიტომ, რასაც არაბები და მუსლიმები ამბობენ, სინამდვილეში ასეთია. როგორ შეგვიძლია ვენდოთ ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩვენი უსაფრთხოების საკითხში, იუსაფრთხოების საკითხში მაგალითად? როგორ შეგვიძლია ვენდოთ პარტნიორობას და როგორ შეგვიძლია ამერიკელებზე დაყრდნობა? ეს არის ფართოდ გავრცელებული განწყობა არაბებსა და მუსლიმებს შორის. და მე ვფიქრობ, სამწუხაროდ ამერიკელები ჯერ კიდევ ვერ ხვდებიან ამას. ისინი ვერ ხედავენ იმ გზავნილებს, რომლებიც არაბული და მუსლიმური სამყაროდან მოდის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მექას შეთანხმება, რომელსაც ახლახან მიუთითეთ, ან მექას ერთობლივი თავდაცვის შეთანხმება, ასევე აგზავნის ამ გზავნილს. რეალურად ეს სამი ისლამური ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნები, რომლებიც ფაქტობრივად ამერიკელებს ეუბნებიან, ჩვენ ალტერნატივებს ვეძებთ. აღარ გენდობით. ჩვენი უსაფრთხოების საკითხში თქვენ ვერ დაგეყრდნობით. და ეს არის ძალიან ძლიერი გზავნილი, იცით? მე კიდევაც მიკვირს, რომ ამან განგაში არ გამოიწვია ვაშინგტონში და სხვა ევროპულ დედაქალაქებში. არის საუდის არაბეთი, ძალიან ძლიერი, მდიდარი ქვეყანა, მრავალი რესურსით. შემდეგ არის თურქეთი, რომელსაც აქვს განვითარებული სამხედრო ინდუსტრია, დიდი არმიით და ნატოს წევრი. და შემდეგ გაქვთ პაკისტანი. პაკისტანი ბირთვული იარაღით, მუსლიმური უმრავლესობის მქონე ქვეყანა ბირთვული იარაღით. ანუ ეს კომბინაცია, ეს ალიანსი ბევრ ადამიანს უნდა აშფოთებდეს. და მე არ ვხედავ, რომ დასავლეთში ხალხი იღვიძებდეს და ამბობდეს, ღმერთო, რა ხდება აქ? ერთ დროს ამას ისლამურ ნატოსაც კი ეძახდნენ და მოდით სიტყვებით თამაში შევწყვიტოთ. აქ მნიშვნელოვანი არ არის ტერმინოლოგია, მნიშვნელოვანი არის სიმბოლიკა. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, სიმბოლოები ძალიან მნიშვნელოვანია ახლო აღმოსავლეთში. ეს არის ის, რასაც ადამიანები ვერ იგებენ. არაბები და მუსლიმები პირველად აერთიანებენ ძალებს და ამბობენ, რომ აღარ ენდობიან ამერიკას. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ალიანსი, თუ გნებავთ, ან შეთანხმება მას შემდეგ, რაც გაერთიანებული არაბული რესპუბლიკები შეიქმნა 1962 წელს, სირიასა და ეგვიპტეს შორის. როცა ეს იყო, იცით, დროებითი, დიდხანს არ გაგრძელდა, ალბათ რა 2 წელი გაგრძელდა, ხომ? ხო. და აქ თქვენ გაქვთ, იცით, აქ თქვენ გაქვთ ბევრად უფრო მასშტაბური და გაძლიერებული შეთანხმება და გზავნილი ამერიკისკენ იმ გაგებით, რომ საუდელი ამბობს. თუ არ გინდათ მოგცეთ სამოქალაქო ბირთვული შესაძლებლობა, ჩვენ პარტნიორობას დავიწყებთ წამყვან ბირთვულ სახელმწიფოსთან. და მეორე მხრივ ისინი ასევე გამოხატავენ ირანის რეჟიმის მიმართ ერთგვარ შიშს.
მათ გზავნილია, რომ სჯერათ ირანის რეჟიმი იმარჯვებს შეერთებული შტატების წინააღმდეგ თავის ასიმეტრიულ ომში. და ესეა, ანუ თითქმის შოკის მომგვრელია თუ რა სწრაფად მოახერხა ისლამური რესპუბლიკის ხელმძღვანელობა. ფაქტობრივად თავიდან აივსო ენერგიით, აღდგა. ვიცით, რომ მათ ჯერ კიდევ აქვთ ბირთვული მარაგი, იმის მიხედვით, რასაც სირიაში ვკითხულობთ, ან გქონდათ სირიაში. მათ ნამდვილად აქვთ იგი ერაყში, სახალხო მობილიზაციის ძალებში. მათ ყავთ თავიანთი პროქსი ძალები. ჰეზბოლა სრულ ძალაზე იბრძვის, ისრაელიც სრულ ძალაზე იბრძვის ლიბანში და ღაზაში. ჩვენ გვაქვს რეალური, რასაც მე ღრმა გაყინვას უწოდებდი, ნვას უწოდებდი. სიტუაცია, სადაც ისრაელი უკეთეს პოზიციაშია, ვიდრე 7 ოქტომბრის შემდეგ იყო. მაგრამ მეორე მხრივ, ჰამასი ჯერ კიდევ ცოცხალია და აქტიურობს და ის 15 პუნქტიანი განხორციელების შეთანხმება, რომელიც მშვიდობის საბჭომ ელჩ ვლადანოვის ხელმძღვანელობით შეიმუშავა, ნამდვილად ეს არ იმუშავებს. ეს ფაქტობრივად აძლევს ჰამას საშუალებას ინტეგრირდეს ახალ უსაფრთხოების ძალაში. მათ ფაქტობრივად აქვთ საწყობის გასაღებები, სადაც ყველა ეს ასე წოდებული გაუქმებული იარაღი იქნება შენახული. და ასევე შეუძლიათ შეინარჩუნონ პირადი იარაღი, რაც ნიშნავს, რომ კალაშნიკოვი, იცი, 7-იანი კალაშნიკოვი იყო კალაშნიკოვი 27, კალაშნიკოვი 87, AK-47-ზე. ხო, რა გავაკეთეთ? მას კითხვა, რომელიც საკუთარ თავს უნდა დაუსვათ, შემდეგია. როგორ გადავედით ხაზას სრული დემილიტარიზაციიდან 2025 წლის სექტემბერში ტრამპის გეგმის შესაბამისად იარაღის შენახვაზე აგვისტოს დასაწყისში 15 პუნქტიანი გზის რუკის მუკედით. რა ხდება აქ? და არაბულ ძალაზე, რომელიც მოიცავს ბევრ ადამიანს დასავლეთ სანაპიროს, იუდეასა და სამარიის პალესტინური უსაფრთხოების ძალებიდან. დიახ. ანუ ისევ ტექნოკრატიული მთავრობა ან კომიტეტი, რომელიც ამჟამად კაიროში ზის, არის პალესტინის ავტონომია სხვა სახელით. სამწუხარო ის არის, რომ წარსულის შეცდომებისგან არაფერი გვისწავლია. პალესტინის ავტონომია არის პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაცია. დავამთავროთ სახელებით თამაში. დავამთავროთ გოდარქმევა. ტექნოკრატიული მთავრობა არის პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაცია და პალესტინის ავტონომია. მისი წევრების უმეტესობა ფათაჰის მომხრეებია. ისინი აბუ მაზენის მომხრეები არიან. თუ ბატონ ვლადინოვს და პრეზიდენტ ტრამპს გოგონიათ, რომ ტექნოკრატიული მთავრობა იარაღის მირების შემდეგ შეძლებდა ჰამასის ან ისლამურ ჯიჰადის წევრებისგან საწყობების შტურმით აღებასა და იარაღის უკანწაღების აღკვეთას. ისინი ილუზიაში ცხოვრობენ. ვერავინ შეაჩერებს ჰამას, ვერავინ შეაჩერებს პალესტინურ ისლამურ ჯიჰადს, რომ ხელახლა არ ჩაიგდონ ეს იარაღი ხელში. ყველაზე აბსურდული ამბავი, რაც ბოლო დროს მოვისმინე, და იმედი მაქვს, რომ ეს სიმართლე არ არის სხვათა შორის. იყო ესეთი ამბავი. არსებობს წინადადება, რომ $1000 შესთავაზონ ნებისმიერ ჰამასის წევრს, ვინც ჩააბარებს თავის შაშხანას. არა, ბოდიში. რა ხდება? ცდილობთ, რომ ეს იარაღი ჰამასისგან იყიდოთ. ისინი ფულს აიღებენ და შემდეგ ამ ფულით უფრო ახალ და უფრო თანამედროვე იარაღს იყიდიან. რატო აწარმოებთ მოლაპარაკებებს ამ ხალხთან იარაღის ყიდვაზე? იქნებ აქ შეინახოთ თქვენი იარაღი, იქნებ გვირაბების რუკად შევადგინოთ და რა ხდება აქ? დაგავიწყდათ, რა გააკეთა ჰამასმა 7 ოქტომბერს 2023 წელს. ჰამასმა უბედურება მხოლოდ ისრაელს არ მოუტანა. მათ უბედურება მოუტანეს მთელი ღაზას სექტორის მოსახლეობას, სადაც ხალხი ჯერ კიდევ იტანჯება. ღაზას დიდი ნაწილის მოსახლეობა დღესაც კარვებში ცხოვრობს. და რასაც ეხლა ვხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის სამშვიდობო გეგმის გამოცხადებიდან ჯერ მხოლოდ 9 ან 10 თვეა გასული, ვხედავთ, რომ ჰამასმა ტერიტორია დაკარგა. მათ მიერ კონტროლირებადი ტერიტორია შემცირდა. მაგრამ ისინი კვლავ აკონტროლებენ პალესტინური მოსახლეობის 90%-ზე მეტს და ისინი კვლავ დე-ფაქტო მთავრობა არიან ღაზაში. ასე რომ, რას მიაღწიეთ?
სად მივდივართ? ვგულისხმობ, ვხედავ გზის რუკას, მაგრამ სად მივყავართ ამ რუკას? გზის რუკა, ჰამასის AK-47 კალაშნიკოვის თოფების შესაძენად. გზის რუკა იარაღის შესანახად. რას ნიშნავს შენახვა? და ვინ უნდა იდგეს მორიგეს და რა უნდა აღკვეთოს, ხო გესმით? ჰამასმა და ისლამურმა ჯიჰადმა რო ისევ არ წაიღონ. ბევრი კითხვა რჩება პასუხგაუცემელი. არ მგონია ვინმეს კონდეს პასუხები. მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ არაბულ და მუსლიმურ სამყაროში ეს აღიქმება როგორც მარცხი. პირველ რიგში ოქტომბრის 7-ის შემდეგ თითქმის 3 წელი გავიდა და ჰამასი ჯერ კიდევ ხელისუფლებაშია. ეს ჰამასისთვის გამარჯვება. სხვათა შორის ეს საგზაო რუკა ჰამასისთვის პოლიტიკური მიღწევა. ის, რომელიც ცოტა ხნის წინ მშვიდობის საბჭომ გამოაქვეყნა, იგივე ეხება ჰეზბოლასაც. ჰეზბოლა ჯერ კიდევ არსებობს და ეს ყველაფერი, რაც ჰეზბოლას განიარაღებაზე საუბარს ეხება და იქნება პილოტური პროგრამაც ჰქონდეს. და ამ წმენი კარგი, შეთანხმება გაფორმდა ისრაელის მთავრობასა და ლიბანის მთავრობას შორის. თითქოს იცით, ისრაელს პრობლემა აქვს ლიბანის მთავრობასა და ლიბანის პრეზიდენტთან. პრობლემა ჰეზბოლა. და ჰეზბოლა ჰამასის მსგავსად ჯერ კიდევ ხელისუფლებაშია. ისინი კვლავ მოქმედებენ. სულ გუშინ მათ 3 ისრაელი ჯარისკაცი ძალიან ძიმედ დაჭრეს. თუ მთელ სიტუაციას დააკვირდებით, დაინახავთ, რომ არც ამერიკა და არც ისრაელი არ იმარჯვებენ. ამდენი ფრონტი აქვთ გახსნილი. და ეს არის ის გზავნილი, რომელსაც არაბები და მუსლიმები ითვისებენ, რომ ამერიკა და ისრაელი ვერ ახერხებენ გამარჯვების მოპოვებას. და ეს ძალიან ცუდია. და სინამდვილეში მათ შეამცირეს ირანის რეჟიმის შესაძლებლობები, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი არ არის, თუ აღქმაც არ არსებობს. და აქ აღქმა და რეალობა ერთმანეთისგან ძალიან შორსა. ეს ნამდვილად აღძრავს ცნობის მოყვარეობას და შეიძლება ითქვას ახლო აღმოსავლეთის შიშსაც რეჟიმისა და მისი პროქსების მიმართ, რომლებიც ყველანი ადგილზე არიან. არაბულ და მუსლიმურ სამყაროში ადამიანები სვამენ კითხვას. როგორ მივედით იქამდე ირანის ბირთვული პროგრამისა და მისი ბალისტიკური რაკეტების პროგრამის შეჩერებიდან ჰორმუზის სრუტის გახსნაზე მოლაპარაკებამდე. დიახ, მე აღარ ვხედავ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ბირთვული იარაღზე ლაპარაკობს. არც ბალისტიკური რაკეტების პროგრამაზე საუბრობენ. ეხლა ყველაფერი ჰორმუზის სრუტეზეა. და ეს აღიქმება როგორც ცუდი ნიშანი, ამერიკელების სისუსტის ნიშანი, რომ ტრამპი ცდილობს უზრუნველყოს ან წარმოადგინოს რაღაცა გამარჯვება ან მიღწევა. ირთულ პროგრამაში მარცხი განიცადეთ. ბალისტიკურ რაკეტებშიც მარცხი განიცადეთ. ირანის რეჟიმის მოცილებაშიც მარცხი განიცადეთ. ამიტომ საზოგადოებას უნდა წარუდგინოთ, რადგან მიღწევა. და ტრამპის სხვა დასავლელების თუ მისი მიმდევრების თვალში, არ ვიცი, ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნა დიდი მიღწევა. და ეს არის ის, რაც, როგორც თქვი, არასწორ გზავნილს აგზავნის. იცით, ირანის რეჟიმმა ეს ცრუ ამერიკულ მიღწევად წარმოაჩინა, რადგან ომამდე სრუტე ისედაც გახსნილი იყო. ეხლა რატომ იყო ის გახსნილი? იმიტომ რომ ისლამური რესპუბლიკა შიშობდა, რომ თუ სრუტეს დახურავდა, ამერიკელები ან ისრაელელები მათ გაანადგურებდნენ. შემდეგ კი მიხვდნენ, რომ ეს გახდა მათი სუსტი წერტილი. ან ამერიკელი ხალხის სუსტი ადგილი. რადგან ტრამპმა ეს ნავთობისა და გაზის ფასების, ინფლაციის, საკვების მსოფლიო ფასებისა და ენერგიის ფასების საკითხად აქცია. და ირანის რეჟიმმა თქვა, მოიცადეთ. ჩვენ მართლა გვაქვს ჯოკერი ხელში, რადგან შეგვიძლია სამხედრო ომი ეკონომიკურ ომად ვაქციოთ. და ვიცე-პრეზიდენტ ვანსის განცხადებაა, სადაც ის ამბობს, რომ ეს არის ნომერ პირველი პრიორიტეტი, ნავთობის ფასები და ნავთობის წარმოება. და მეორეა ირანის ბირთვული პროგრამა. ასე რომ ეს ფაქტობრივად ადასტურებს იმას, რას თქვენ ახლა ხან თქვით. და თვითონ ტრამპმანც თქვა, რომ საშინელი რამ იქნებოდა, თუ კიდევ ერთხელ მოხდებოდა 1933 წლის მსგავსი დეპრესია, მსოფლიო დეპრესია. ეს იყო ანუ
ამ ტიპის გზავნილები, რომლებიც ირანის რეჟიმს გადაეცემა, შხამია აშშ-ისთვის და ჩანს, რომ ჩვენ ეს უკვე განვიხილეთ, რომ აშშ ჯერ კიდევ 6 ოქტომბრის ომს ებრძვის. რაც ნიშნავს, რომ ისინი ფიქრობენ, თუ ირანს საკმარისად ძლიერად დაარტყამენ, ის მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნდება და დათმობაზე წავა. მაგრამ ასე არ ხდება. ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან ბრუნდებიან და ცდილობენ ამერიკელები თითზე დაიხვიონ, აჭიანურებენ, იტყუებიან, საბოტაჟს აწყობენ, ატყუებენ. და დონალდ ტრამპმა ეს შენიშვნები გააკეთა. მაგრამ ამავე დროს იცით, ეს ტერორისტული რეჟიმები, რომელსაც სათავეში ისლამური რესპუბლიკა უდგას, ცდილობენ ამერიკელები თავიანთ დიპლომატიურ დისკურსში ჩააბასონ. და იცით, რასაც ვისმენ არაბ პოლიტიკურ ანალიტიკოსებთან საუბარში, რომლებიც ამბობენ, რომ ირანის რეჟიმის, ჰეზბოლას და მისი მოკავშირე დაჯგუფებების, ჰეზბოლას, ჰამასის, ჰუთების სტრატეგია ასეთია. არის ლოდინი. რადგან მათ იციან, რომ გვიან თუ ადრე ტრამპი აღარ იქნება. ამიტომ ისინი ცდილობენ, იმედოვნებენ, რომ ტრამპის ადმინისტრაციას გადააცილებენ. და იცით, როგორც კი ტრამპი წავა, ეგ არის. ასე რომ ისინი კიდევ წელიწად ნახევარს, კიდევ 2 წელს მოითმენენ. და მერე იცით, ისევ ნულიდან დავიწყებთ. მათ იციან, რომ ტრამპი სამუდამოდ არ იქნება. მათ იციან, რომ შეიძლება სხვა ადმინისტრაცია მოვიდეს და პოლიტიკა შეიცვალოს. და სწორედ ამაზე დებენ ფსონს და არაბულ სამყაროში არსებული უმეტესობა არაბი პოლიტიკური ანალიტიკოსის აზრითაც ასეა. და ვფიქრობ, ეხლა ჩვენ გაჩერების მდგომარეობაში ვართ. ეს არის გაკინული სიტუაცია. ეს არის გაკინული მდგომარეობა. ანუ არავინ ნამდვილად არ იცის საით მივდივართ. ირანის რეჟიმი ისევ მყარად დგას. კარგი, მათი სამხედრო შესაძლებლობები სერიოზულად შეასუსტეს. ჰამასი დასუსტებულია. ჰეზბოლაც დასუსტებულია, მაგრამ ისინი ჯერ კიდევ იქ არიან. ისინი ხელახლა იარაღდებიან, ახალ წევრებს იღებენ, გადაჯგუფდებიან. და ღმერთმა იცის, რას გვიმზადებენ ისინი. და ამ ხალხს ძალიან დიდი მოთმინება აქვს. გახსოვდეთ, სულ ამბობთ, რომ თუ დასავლეთს ისეთი მოთმინება ექნებოდა, როგორიც მუსლიმებს აქვთ, ბევრად უკეთეს მდგომარეობაში ვიქნებოდით. მაგრამ მუსლიმები ძალიან მომთმენი ხალხია. თქვენ იტყოდით მუსლიმები თუ იტყოდით არაბები? ჩვენ შეგვიძლია ფერებიც გქონდეს. ორივე, მუსლიმებიც და არაბებიც. ანუ, იცით, ყურანიდან ის აიათი, რომ ღმერთი მოთმინებიანთა მხარესა. და მათთვის, იცით, დროს წლებით კი არა, შეიძლება 10 წლეულებით, საუკუნეებით ზომავენ. ასე რომ არავინ ჩქარობს არაბულ და მუსლიმურ სამყაროში. ისინი იციან, რომ სანამ ღმერთი შენს მხარესა, მაშინ, იცით, არ ჭირდება აჩქარება. ალ-აჯალ მინა ალ-შაითან, ამბობენ ისინი. სიჩქარე ეშმაკის საქმეა. არ იჩქარო. მოითმინე. ხედავ, პრობლემა ამერიკულ პოლიტიკურ კულტურაში ისაა, რომ ზოგჯერ მოთმინებისთვის ძალიან ცოტა დროა, რადგან შენი ძალა, გავლენა და ლეგიტიმაცია ხალხით განისაზღვრება. ეს განისაზღვრება არჩევნებით. ამიტომ ეს პრობლემა არ გაქვთ არაბულ მუსლიმურ სამყაროში, რადგან დემოკრატია არ გაქვთ. კარგი, ეს ყველამ ვიცით. ამერიკელები ეხლა და აქვე ითხოვენ გადაწყვეტილებებს და ფიქრობენ, რომ ირანელებმა ეს ძალიან კარგად იციან და სრულად იყენებენ ამ სიტუაციას. სწორედ აქ ჩნდება ანტისემიტიზმი. ხალხს აინტერესებს, რატო გახდა ანტისემიტიზმი განსაკუთრებით დასავლეთში უკონტროლო. იმიტომ, რომ ირანელები, კატარელები, თურქები ისლამის როგორც უკიდურეს სუნიტურ, ასევე უკიდურეს შიიტურ მხარეს ისრაელი გამოჰყავს როგორც ყურადღების გადამტანი პრობლემა თავისუფალი სამყაროსთვის. ასე რომ სანამ მათ შეუძლიათ ისრაელი განტევების ვაცად წარმოაჩინონ, მათ ამასობაში შეუძლიათ ატომური იარაღის, ბალისტიკური იარაღის, ტერორის ფინიშის ხაზისკენ ირბინონ. შეინარჩუნონ მთელი სისტემა და დაადანაშაულონ ისრაელი. და სწორედ ამას მიაღწიეს მათ საკმაოდ ხშირად. სინამდვილეში დასავლეთში მცხოვრები ებრაელებიც კი ხშირად ეთანხმებიან ამას. ის არის, რომ ისრაელია პრობლემა. ისრაელია მძიმე მხარე, იცით? ისრაელია ის, რასაც გენოციდს ეძახიან. ყველაფერს, რაც ცუდია, მასზე აბრალებენ. ეს მართლაც ძალიან დიდია. ხო, ხედავთ, რომ ეს მყარდება. იცი, ისევ ეს უბრუნდება იმ ომს, აღქმის ომს, რაზეც სულ ლაპარაკობ. ყველაფერი აღქმაზეა დამოკიდებული. რა პროცენტს, რა აღქმას მოახერხებ შექმნა, რამდენად შეგიძლია გავლენა მოახდინო იმაზე, თუ როგორ ფიქრობენ ადამიანები. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ დღეს მსოფლიოს უმეტეს ნაწილში და სხვათა შორის ყოველთვის ასე იყო ბევრ ადამიანს შორის.
არის ასეთი აღქმა, რომ იცი, ახლო აღმოსავლეთში არსებობს კონფლიქტი. და ამ კონფლიქტში არიან კარგები და ცუდები. და ცუდები, რა თქმა უნდა, ისრაელი. ამიტომ ეს აღქმა მყარდება. როგორ შეცვლია ამას დრო დასჭირდება. ეს მარტივი არ არის. და ჩვენ უნდა გყავდეს გარე მოკავშირეები. ანუ არიან ადამიანები ახლო აღმოსავლეთში, მთელ ახლო აღმოსავლეთში. არაბულ სამყაროში, დრუზების სამყაროში, თურქმენების სამყაროში, იეზიდების სამყაროში. ისეთი ბევრი ხალხია, გულისხმობ იქნება 100 ან 150 მილიონი უმცირესობის წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში. და იქ დასავლეთში ყავთ 700 მილიონი ევანგელიკური ქრისტიანი. მათგან ბევრი ღიად უჭერს ისრაელს მხარს, მაგრამ ეს ნამდვილად მოითხოვს. მე ვფიქრობ, საჭიროა კონტრშეტევის გაფართოება ცუდი ადამიანების წინააღმდეგ, თუ გნებავთ, რომ გამოვავლინოთ რეჟიმი, გამოვავლინოთ ირანის რეჟიმი, გამოვავლინოთ თურქები, ქათარის წარმომადგენლები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სხვა მოკავშირეების ჩაერთონ ამაში და არა მხოლოდ ისრაელი ცდილობდეს თავის დაცვას. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მივიდეთ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და უკითხოთ მას, რატო თანამშრომლობთ ქათართან, მუსლიმთა საძმოს მთავარ სპონსორთან. და რატო აერთიანებთ ძალებს პრეზიდენტ ერდოღანთან, რომელმაც, როგორც მე ვფიქრობ, სულ რამდენიმე დღის წინ თქვა რაღაც სიონიზმზე. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხეა. ან ყველა ეს განცხადება, მთელი ეს გაცხარებული ანტიისრაელური რიტორიკა ძალიან ცუდია. და ჩვენ ხედავთ ესკალაციას ისრაელსა და თურქეთს შორის ურთიერთობებში, თურქეთის ამ მტრული პოლიტიკის შედეგად. და იცით, მე ვფიქრობ, რომ ტრამპის ადმინისტრაციას შეუძლია ითამაშოს როლი, ან თავად პრეზიდენტ ტრამპს. მაგრამ ჩვენ არ ხედავთ რაიმე მცდელობას, რომ ყატარის მმართველებზე ან ერდოღანზე ზეწოლა მოახდინონ, რათა შეარბილონ თავიანთი პოლიტიკა. იცი, ჩვენ არ ვითხოვთ, რომ ყატარი და თურქეთი დილით გაიღვიძონ და პროისრაელურები გახდნენ, მაგრამ თხოვთ, რომ შეანცირონ ტონი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასე რომ ტრამპი ნოემბრის მესამე რიცხვს განიხილავს როგორც თავის უშუალო მიზანს. ვფიქრობ, მის თვალსაზრისში ყველაფერი, რაც ამას არკევს, იცით, არკევს შუალედურ არჩევნებში გამარჯვების შესაძლებლობას, როგორც წარმომადგენელთა პალატაში, ისე სენატში. იცით, ტრამპს საკუთარი შიდა პოლიტიკური გათვლები აქვს, რაც სხვათა შორის მესმის. მაგრამ როცა საგარეო პოლიტიკას ეხება საქმე, ძალიან ფრთხილად უნდა იყოს. სრულიად ესეა, ეს რომ ეხლა რაიმე გზა არსებობს ამის შეცვლის. ერთადერთი გზა, რომ შევცვალოთ ის, სადაც ეხლა ვართ, ანუ აგვისტოს შუა რიცხვებში, ჩვენ წინაშეა დაახლოებით 2.5 თვე აშეტეშიკის შუალედურ არჩევნებამდე. ჩანს, რომ ამერიკელები ფიქრობენ, რომ მასიური ეკონომიკური ზეწოლა, რომელსაც ისინი რეალურად იყენებენ რეჟიმის წინააღმდეგ, შეიძლება რეალურად გამოიწვიოს რეჟიმის დაშლა, თუ ისინი არ შეასუსტებენ ზეწოლას. მაგრამ ეს გარკვეული ძლიერი სამხედრო ქმედებებიც უნდა დაერთოს, ასე იტყოდით. დიახ, ვეთანხმები. რადგან ახლო აღმოსავლეთში, ჩვენს რეგიონში ხალხს უყვარს ან სურს ასოცირდეს გამარჯვებულებთან. თუ სისუსტეს აჩვენებ და თუ ომებს ვერ იგებ, და თუ შენ არ ასრულებ შენს დაპირებებს და მუქარებს, მაშინ ხალხი, იცი, ისინი შენგან შორდებიან. ისინი არა მხოლოდ სუსტს გთვლიან, არამედ შენგან შორდებიან, როგორც მექას შეთანხმების დროს ნახეთ, სადაც სამმა მნიშვნელოვანმა მუსლიმურმა ქვეყანამ გადაწყვიტა, იცი, ან დაასკვნა, რომ ამერიკა სანდო პარტნიორი არ არის. ჩვენ ვერ დავეყრდნობით მათ უსაფრთხოების საკითხებში. ამიტომ მივდივართ ჩვენს, იცი, გზაზე. და ეს ძალიან ცუდია. ძნელია წარმოვიდგინოთ სხვათა შორის, რომ თუ თურქეთს თავს დაესხმებიან, პაკისტანი და საუდის არაბეთი მის დასაცავად გამოვლენ. ძნელია ამის წარმოდგენა. კარგი, ანუ ვთქვი, რომ ნაადრევია, მაგრამ სიმბოლიზმზე ვისაუბრე. Symbolism. სიმბოლოები ძალიან მნიშვნელოვანია. არსებობს პაქტი, იქ არის შეთანხმება. მე მჯერა, რომ შეთანხმების მიზანია გზავნილის გაგზავნა. პოლიტიკური გზავნილი ან გაფრთხილება ამერიკელებისა და მათი მოკავშირეების მიმართ უფრო მეტად ვიდრე რეალური ქმედება ადგილზე. ჩვენ არ ვიხილავთ დაუყოვნებლივ ქმედებას. მაგალითად, მე არ ვხედავ, რომ თურქეთი აპირებდეს საუდის არაბეთის დაცვას ჰუსიტების თავდასხმების წინააღმდეგ. და მე არ ვხედავ, რომ პაკისტანი აგზავნიდეს ჯარს თურქეთში ან თურქეთისთვის. ეს უახლოეს მომავალში არ მოხდება. მაგრამ რაც კიდევ მნიშვნელოვანია, არის სტადა, აღქმა. ბევრი ადამიანისთვის, იცით, არაბულ და მუსლიმურ სამყაროში ეს შესანიშნავია.
ერთიანობისკენ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც აერთიანებს არაბებს ან მუსლიმებს, მისასალმებელია არაბულ სამყაროში. და ამას აღიქვამენ როგორც ნიშანს, როგორც სწორ მიმართულებით გადადგმულ პირველ ნაბიჯს. ეს პატარა ნაბიჯია, ამას დრო დასჭირდება, მაგრამ ესეთი რაღაცები შეიძლება გაიზარდოს. და ეს არის იმედი ბევრი ადამიანის არაბულ მუსლიმურ სამყაროში, რომ ჩვენ უბრალოდ დავდეთ საფუძველი მომავალი თანამშრომლობისთვის. დიახ, ნამდვილად ასეა. და მართლა, როგორც თქვენ ამბობთ, ეს არის გაფრთხილება ამერიკისთვის. გამოიყენეთ თქვენი ძალა, გამოიყენეთ გონივრულად, მაგრამ გამოიყენეთ და მთელი ძალით გამოიყენეთ. რა თქმა უნდა და როცა გჭირდებით, უნდა ვიცოდეთ რომ იქ ხართ, რათა დაგვიცვათ. და ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ დაცვაში, რომ არ იყოს არანაირი ბზარი ისრაელსა და შეერთებულ შტატებს შორის, რადგან არაბული სამყარო ხედავს ძლიერ ამერიკას და ძლიერ ისრაელს, როგორც ძლიერ საკრდენს მათთვის, რეგიონალური სტაბილურობისთვის, რომელიც ეწინააღმდეგება იცით აღმოცენებულ და თუნდაც დამანგრეվել ძალებს. და პალესტინელები, მათ დამანგრეվել ძალად აღიქვამენ. ხამასი, ჰუსიტები, ჰეზბოლა და ერაყში მოქმედი ძალები. ასე რომ იცით, ჩვენ ვხედავთ განცხადებებს, რომლებიც ერაყის მთავრობამ გააკეთა ამ ირანის რეჟიმის მოკავშირე ძალების და სხვა ბიზ და სხვა ქვეყნების წინააღმდეგაც, მაგრამ მათ უნდა დაინახონ ძლიერი ამერიკა და იდეალურად მათ უნდა დაინახონ ძლიერი ამერიკა-ისრაელის ალიანსი. ამას ელიან ისინი. და ეს არის ერთადერთი გზა აბრაამის შეთანხმებების გასაფართოებლად, თუ გსურთ დაარწმუნოთ ან დაარწმუნოთ სხვა არაბული და მუსლიმური ქვეყნები, რომ შეუერთდნენ აბრაამის შეთანხმებებს. მექას შეთანხმებამ ფაქტობრივად საუდის არაბეთი აბრაამის შეთანხმებებისგან განარიდა. საუდის არაბეთი ძირითადად ამბობს, არ მინდა ისრაელის მხარეს ყოფნა, მირჩევნია თურქეთი და პაკისტანი. ეს ამერიკის ადმინისტრაციისთვის სახეში სილას ნიშნავს. ხო, დღევანდელი გაკვეთილი ისა, რომ უნდა დავრჩეთ ძლიერ მხარეთ და ამისთვის ძალის გამოყენებაა საჭირო. ეს ახლო აღმოსავლეთია. ეს ჩვენი ახლო აღმოსავლეთია. და ეს არის ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ჩვენს პროგრამაში. უხსნით ახლო აღმოსავლეთს მათ, ვინც იქ არ ცხოვრობს და რეგიონის გარეთ მცხოვრებ ადამიანებს, რომლებმაც არ იციან არაბული კულტურა, ისლამური კულტურა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყურადღება მიაქციეთ ნიუანსებს. ყურადღება მიაქციეთ იმას, რაც ითქმის. ყურადღება მიაქციეთ სიმბოლოებს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია. და როგორც ეს საუბარია, ასევე ყოველი კვირაც მნიშვნელოვანია. ჰალოვანია, ჰალადეველი, ჩემს ძვირფას მეგობარსა და კოლეგა. მე ვარ დენ დაიკერი. მადლობა რომ შემოგვიერთით ჩვენს გადაცემაში ჩვენი ახლო აღმოსავლეთი, ამ დრამატულ და კრიზისულ მომენტში.